მე ადრე მოვყევი გაგი მოსეშულზე როდესაც გავაკეთეთ გადაცემა რომ ჩვენ გაგი მე და ასიკომ გაგი მოსეშული გავიცანით ზედა ზენზე როცა მარტო იყო ის პერად ეს იყო 1955 წელს ნუ იმის შემდეგ როგორც ვთქვი კონტაქტი ჰქონდა ყოველთვის ავდიოდით ხოლმე თვეში ერთხელ ხან თვეში ორჯერაც იმიტომ რომ მარტო იყო და საჭმელი აქ ჰქონდა ხოლმე რაღაცები და ყოველთვის ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ადრე ვთქვი ჯერ დაგვპატიჟა სვეტიცხოველში სადაც მოუნათლეთ ასიკო უბრალოდ მან მონათლა ასიკო და მეორე კურსზე რომ გადავედით 1958 წელს სექტემბრის დასაწყისში ავედით დაგისთან ზედაზე და გითხრა რომ აი ახლა უნდა გაგაფრთხილოთ 21 სექტემბერსო ბეთანიობაო და მინდა რომ მოხვიდეთ იქაო მე ვიქნები იქაო და კარგი პიროვნება უნდა გაგაცნოთო უჩვე რა თქმა უნდა სიხარულით ბეთანიაში არ ვიყავით ნამყოფი არც მე და არც ასიკო 20 სექტემბერს ცოტა მოგვიანებით გავედით თბილისიდან კარგი ბინდი იყო უკვე რომ ავედით სამადლოსთან ჩამოვედით მანქანიდან ფეხით ჩავედი დავიწყეთ ჩასვლა ამასობაში დაღამდა და დაუყევით დაბლა ხელმარჯვნივ ამ ბეთანიისკენ გზას ტყეღრეში ვიარეთ ბილიკი არ ჩანდა მაშინ არ ვიცოდით გავიარეთ კვესეთი იყო სოფელი ეხლა ნასოფლარია სადღაც 2-3 ნახევარი იყო ღამის რომ ჩავახციეთ იქ ნუ იქ კოცონები ენთო რა თქმა უნდა ღამისდევით იყო ხალხი იმიტომ რომ თენდებოდა 21 სექტემბერი ეს არის ბეთანიობა იმიტომ დააწესეს ბეთანიობა რომ ბეთანიის ტაძარი არის მარიამ ღვთისმშობლის შობის სახელზე ესე იგი 21 სექტემბერი მარიამ ღვთისმშობლის დაბადების დღეა და ბეთანიობაც აი დააწესა ქართულმა ეკლესიამ ჩავედი და ძალიან გაუხარდა ამ შუაღამისას რატო ჩამოხვედით ხო დილით გელოდებოდით და არა ჩვენ მხარით რომ უნდოდა რომ აქ შევხვედროდით გაგვაცნო მამა იოანე იყო ასეთი რომელმაც ახლაც მახსოვს რაღაც წარუშლელი შთაბეჭდება დატოვა თავისი საუბრით თავისი რაღაც სათნოებით და იმხელა სიტბო გამოდიოდა მისგან რომ მოკლედ აი ახლაც მახსოვს ის განცდა რა თქმა უნდა მაშინ ჩვენ არ ვიცოდით ბეთანიის ისტორია საერთოდ ისა და აი იმის შემდეგ ესე იგი რამდენი წელი გავიდა და ნელ-ნელა დავაგროვე რამდენჯერმე ვიყავი იმის შემდეგ ბეთანიაში ჩემი სტუდენტები მიმყავდა ხოლმე ჩემი კლასის სტუდენტები იქა და აი ახლა უნდა მოკლედ მოვყვე ბეთანიის ისტორია რომელიც აი ამ წლებში დამიგროვდა საიდან მოდის როგორ და რანაირად ნუ როგორც ვარაუდობენ ბეთანიის ამ ადგილზე სანამ ეს მთავარი ტაძარი აშენდებოდა იყო პატარა ეკლესია თამარ მეფის დროს ამ ადგილზე ამ ეკლესიის ადგილზე აშენდა დიდი ტაძარი რომელიც დღესაც დგას ლამაზად და კარგად ეს როგორც ვარაუდობენ ეს აშენდა მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში თამარის დროს ამ მთავარი ტაძრის გვერდით იქვე დგას პატარა ბაზილიკა არის წმინდა გიორგის სახელზე აშენებული აუშენებია 1196 წელს იოანე ორბელის ქურიევს რუსუდანს ეს ცნობილია რომ ორბელების საძვალე იყო ეს ბეთანია და აი ეს რუსუდანი ქურევი იოანე ორბელი იყო ესე იგი დემნა უფლისწულის სიმამრი გავიხსენებ ესე იგი რომ დემნას აჯანყება რომელიც აუჯანყდა ბიძას გიორგი მესამეს დამთავრდა ტრაგიკულად გიორგი მესამე ძალიან ბოროტად მოექცა ძმისშვილს ესე იგი მან თვალები დასთხარა დემნას და დაასაჭურისა იოანე ორბელიც დასაჯეს თვალები დასთხარეს და მალევე გარდაიცვალა სიმამრი ორბელი ხელმძღვანელობდა ამ აჯანყებას და დანარჩენი ზოგს თვალები დასთხარეს ზოგი გააძევეს საქართველოსთან და ასე ტრაგიკულად დამთავრდა და აი ამ ქურიევს იოანე ორბელის მეუღლეს გადაუწყვეტია და ეთყობა
ამ დროს თამარირემ, რა თქმა უნდა, ცოცხალია და სთხოვა რომ იქ აეგო, ესე იგი პატარა ეკლესია წმინდა გიორგის სახელზე. თამარს მთელი ცხოვრება, ესე იგი, ეს სინანული გამოყვა აი თავისი ბიძაშვილის გამო, დემნახო ბიძაშვილი იყო მისი. მთელი ცხოვრება ინანიებდაო ასეც ელენი ისტორიკოსები და რა თქმა უნდა, მის საუფლება 1196 წელს ააშენა პატარა ბაზილიკა წმინდა გიორგის სახელზე და ვარაუდობენ, რომ აქვე არის დასაფლავებული რუსუდანი. ამის შემდეგ, ესე იგი, დაახლოებით მე-17 საუკუნიდან დავიწყებას მიესწა ბეთანია, ხალხმა დაივიწყა, უდაბური ტყე წამოიზარდა, ეს თითქმის დაინგრა ეს მთავარი ტაძარი 1851 წელს, სრულიად შემთხვევით გრიგოლ ორბელიანმა ნადირობის დროს, სანადიროდ ყოფილა, წააწყდა ნანგრევებს ბეთანიის, თუ შეიძლება ითქვას ასე. რა თქმა უნდა, ძალიან გაიხარა, ჩამოვიდა, გააგებინა, იმ დროს ვორონცოვი იყო, მიხეილ ვორონცოვი იყო და რამდენიმე დღეში ავიდნენ პლატონ იოსელიანი და გრიგოლ გაგარინი. ნახეს, მოასუფთავეს, როგორც შეეძლოთ გაწმინდეს ყველაფერი და 1894 წელს ხმა დაიხარო, ბეთანიაში ასულა ვინმე ბერი მარტოხელა სპირიდონ კეთილაძე, რომელმაც უნდა ბეთანიის ტაძარი აღადგინოსო. რა თქმა უნდა, ახლო-მახლო სოფლები დაინტერესდნენ, მივიდნენ. ამომნა რომ კაცო, ამ ერთმა კაცმა რა უნდა გააკეთოს, არც საჭმელი აქვს, არც ასმელი აქვს, არავინ არ აყავს გვერდითო, ესე იგი და რა თქმა უნდა, სოფლელები მიეხმანენ, იქ ახლო-მახლო დაიწყო აღდგენა. სპირიდონ კეთილაძე ხონიდან იყო, ის ახალგაზრდობაშივე ბერად შედგა, მოღვაწეობდა ისა და ბოლოს 94 წელს, ესე იგი, აი ავიდა ბეთანიაში. ის ჩამოდიოდა ხოლმე თბილისში და ერთ-ერთ ჩამოსვლაზე შემთხვევით შეხვდა 14 წლის ბიჭი ვასილ მაისურაძე. ეს ვასილ მაისურაძე მამამისმა ჩამოიყვანა სოფელ ერედვიდან. ვასილ მაისურაძეზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სპირიდონმა და გადაწყვიტა, რომ ასულიყო ბეთანიაში მორჩილად 1898 წელს თბილისის სამღვდელოებამ გადაწყვიტა, რომ აი ეს პატარა ტაძარი ეკურთხებინათ. ძალიან საინტერესო წერილია ალექსანდრე ყიფშიძის. ალექსანდრე ყიფშიძე ეს იყო ახალგაზრდა ილიასთან შედარებით, ილიას თანამებრძოლი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მაშინდელ საქართველოს ცხოვრებაში, თუ შეიძლება ითქვას ასე და მოკლედ ის წერს, რომ ივერიაში გამოაქვეყნა წერილი, რომ უნდა წასულიყო კირიონ საძაგლიშვილიო, მაგრამ მას არ ეცალაო და დაავალაო, რომ თბილისიდან სამღვდელოება ასულიყო და იქ ჩაეტარებინა ეს კურთხევა სპირიდონ კეთილაძისო. სხვათა შორის აღნიშნავს, რომ ორი რუსი ბერი იყო, იქ მოღვაწეობდა ივან ივანიჩი და ივან ტიმოფეევიჩიო, რომლებიც სუფთა ქართულით ლაპარაკობდნენო და ისინი შეგვეგებნენო გზაზეო. ეს მამა იოანე, იგივე ვასილ მაისურაძე. პატარა ბიჭი, ესე იგი 1903 წელს გამოიძახეს ცხინვალში. არმიაში სამხედროში უნდა გაეწვიათ, მაგრამ დაიწუნეს, ჯანმრთელობა დაუწუნეს. ხო და აი 1903 წელს 21 წლის ვასილ მაისურაძემ გადაწყვიტა, რომ წასულიყო ათონის მთაზე. ეს საოცარი მოგონება აქვს, როგორ წავიდა, როგორი შოვა ეს ყველაფერი დაეხმარნენ, ესე იგი და აი 21 წლის ბიჭი სრულიად მარტო წავიდა ბათუმში, ბათუმიდან გემით სტამბოლში და როგორ იწვა ეს საინტერესო ცალკე ისტორია, მოკლედ ჩავიდა ათონის მთაზე, იქ ესე იგი გააგრძელა თავის მოღვაწეობა. სხვათა შორის იქ აღკვეცეს, აკურთხეს უბრალოდ ბერად, აი იქ დაარქვეს სწორედ ესე იგი იოანე, აი ამ ვასილ მაისურაძეს. მას მოუწია 17 წელი ყოფნა ათონის მთაზე და წამოვიდნენ საქართველოში 1920 წელს.
იმედი მქონდაო, რომ მენშევიკების მთავრობა, ანუ ჟორდანიის მთავრობა რაღაცნაირად ყურადღებას მიაქცევდა ქართულ ეკლესიასო, მაგრამ მოხდა პირიქითო. ყველა გზა გადაუკეტა ეს მატერიალური არსებობისათვის. ესე იგი ათონის მდიდარო ჩამოვიდა, წავიდა არმაზის მონასტერში. ამ არმაზის ყოფნის დროს აქ შეიცვალა კიდე მთავრობა, ბოლშევიკები შემოვიდნენ 1921 წელს. მოგვადგნენო 4 ვინტოვკიანი, ასე წელს ვინტოვკიანი სალდათიო, მოგვადგაო გამოგვიყვანეს გარეთო და გვიბრძანესო წინ გაგვიგდესო და უკან მოყვებოდნენ აი ამ არმაზის ხევით დავეშით დაბლაო. შუა გზაზე რო ჩამოვიდნენ, ესე იგი დაახალეს ვინტოვკები ესროლეს ორივეს და რო ეგონათ რომ დახოცილები იყვნენ, ესე იგი იქვე ხევში გადაყარეს. საბედნიეროდ ორივენი გადარჩნენ და ეს ერთ-ერთი ჩამოვიდა მცხეთამდე ჩამოვიდა, მოუყვა ყველაფერი და მცხეთიდან ავიდნენ ხალხი, ჩამოიყვანეს, უმკურნალეს მისაფეხზე დააყენეს და იოანე მაისურაძე თავი შეაფარა მარტყოფის მონასტერს. მაგრამ 24 წელშიო მოვიდნენო ადგილობრივი მთავრობა, უკვე ახალი მთავრობა, საბჭოთა მთავრობა და გამოყარეს იქიდანო და წავიდა ბეთანიაში. ამ დროს, ესე იგი ბეთანიაში ადის გიორგი მხეიძე, ეს შედარებით ახალგაზრდა იყო, 5 წლით უმცროსი იყო ამ იოანე მაისურაძეზე. რაჭიდან დაიბადა ის ქვემო კრიხი, არის ასეთი სოფელი ამბროლაურის რაიონში, ქვემო კრიხში დაიბადა და მოკლედ პატარა უკვე წამოიზარდა, მამამისმა გამოუგზავნა თავის ძმას, ანუ ბიძას ქალაქში. აქ რაღაც პატარა სწავლა-განათლება მიიღო, მერე ერთი პერიოდი ილია ჭავჭავაძესთან პირად მდივნად მუშაობდა. უკვე გაიზარდა და სრულწლოვანი გახდა, გადაწყვიტეს რომ გაეგზავნათ პეტერბურგში სამხედრო სასწავლებელში. გაგზავნეს პეტერბურგში სამხედრო სასწავლებელში, აი სანამ ის იქ იყო მის ოჯახში მოხდა ასეთი რამ, მისი უფროსი ძმა წავიდა ბერად, მერე დაავადდა და გარდაიცვალა. გიორგი მხეიძე ჩამოვიდა პეტერბურგიდან, ჩამოვიდა და ნახა მისი ნაწერები, აი იმ დღიდან გადაწყვიტა რომ ესე იგი წასულიყო ბერად. ხირსის მონასტერში, სტეფანე ხირსელის მონასტერში, ესე იგი 24 წელს კომუნისტები მივიდნენ იქა, ამ ხირსის მონასტრიდან ბერები გამოყარეს და იძულებული იყო წასულიყო ბეთანიაში. ავიდა იოანე მაისურაძესთან, ესე იგი ავიდა გიორგი მხეიძე. და ამის შემდეგ იწყება აი ამ ორი ქართველი ბერის, ესე იგი მონასტრული ცხოვრება. ერთი პიროვნება კიდე უნდა გავიხსენო, რომელიც დაკავშირებულია ბეთანიასთან. 1954 წელს სამეგრელოდან ჩამოვიდა ერისკაცობაში ვალიკო ფირცხალავა, ეს იყო ჩხოროწყუს რაიონიდან, ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან დიდ მომავალს. მაგრამ ეთყობა მას უკვე ადრევე ჰქონდა ჩაფიქრებული მონასტრული ცხოვრება, მივიდა თეკლადის მონასტერში, იქ წინამძღვარი იყო კონსტანტინე ქვარაია. და აი სულ მალე ამ კონსტანტინე ქვარაიას კურთხევით, ესე იგი მან გამოგზავნა ეს ვალიკო ფირცხალავა ბეთანიაში. მე და ასიკო რო ვიყავით, საიდანაც დავიწყე, ეს ფირცხალავა იქ იყო, მაგრამ ის არ დამახსოვდა, იმიტომ რომ ის აქტიურად არ იყო, ესე იგი ჩვენთან დაკავშირებული, ჩვენ უფრო იოანესთან საუბრობდით რაღაც, მაგრამ მე როგორც გავარკვიე, ეს ყოფილა საოცარი ღვთისმიერი ადამიანი, ესე იგი. იმიტომ რომ მე მოგვიანებით წავიკითხე მე რაფაელ კარილინის მოგონებები, სადაც წერს, რომ ეს იყო რაღაც საოცრად სუფთა ადამიანი და ის ყოველთვის ამბობდა, რომ რა წყალობა მაქვს ღვთისაგან ისეთიო, რომ აი ამ ორ ანგელოსთან ვაარო. მხედველობაში ყავდა იოანე მაისურაძე და
გიორგი მხეიძე, ივანე იგივე. როგორც ვთქვი, ჩვენ მე და ასიკო მონახეთ ეს ივანე გიორგი მხეიძე, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ამყარეთ და სხვათა შორის მისი სულიერი შვილი იყო კიდე მამა გაბრიელი ურგებაძე. ადიოდა ხშირად იქ და ფაქტიურად ეს მამა გაბრიელი პატრონობდა აი ამ გიორგი ივანეს. სხვათა შორის ბოლო წლებში ბოლოს ვიყავი ალბათ 1-15 წლის წინათ ბეთანიაში ეს ორივენი მამა ივანე უფროსი და მამა ივანე უმცროსი, ანუ ვასილ მაისურაძე და გიორგი მხეიძე გვერდ-გვერდ არიან დასაფლავებული ეკლესიის გარეთ არის ორი საფლავი, ესე იგი. რაც შეეხება ფირცხალავას, რომელიც სოფელში წაასვენეს ეს, მისი ნათესავები ჩამოვიდნენ თურმე რამდენიმე წლის წინ და პატრიარქს სთხოვეს, რომ გადმოესვენებინათ ბეთანიაში. პატრიარქი შეფირდა, მაგრამ მე არ ვიცი ახლა ეს გადმოასვენეს თუ არა და თუ არ გადმოასვენეს, მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი იქნება თუ აი ამ მამა ბასილ ფირცხალავას გადმოასვენებენ ბეთანიაში და მათთან ერთად დაკრძალავენ. 1950-იანი წლების მეორე ნახევარში, სადღაც 55-56 წლებში ასულა იქ სასულიერო სემინარიის ახალგაზრდა სტუდენტი ირაკლი ღუდუშაური. მაშინ ორივე ივანე ცოცხალი იყო და ვალიკო ფირცხალავაც ესე იგი იქ იყო, უსაუბრია ამათთან და იმხელა შთაბეჭდილება მოუხდენი აი ამ მამებზე, ესე იგი რომ ის მამა ივანეს არ ვიცი რომელს უტირია რომ ასეთი ახალგაზრდები რა ხან ყავსო ჩვენაო, ესე იგი გვეშველება კიდეო. ირაკლი ღუდუშაური ეს მომავალი ჩვენი ილია მეორე პატრიარქი. 62 წლის შემდეგ ისე უყურადღებოდ დარჩა ბეთანია, ჩვენ ვიცით რომ ამ დროს კიდე იდევნებოდა ეკლესია კომუნისტებისაგან და სადღაც 1965 წლიდან დაიწყო რესტავრაცია აი ამ ძირითადი ესე იგი ტაძრის. ილია მეორის ლოცვა კურთხევით 1978 წლიდან აღდგა ესე იგი სამონასტრო ცხოვრება და დღეს უკვე საკმაოდ ბევრი ბერია იქა. ივანეების დროს ეს გაფორმებული იყო ბეთანის მონასტერი როგორც არქიტექტურის ძეგლი, ეს ორი ივანე გაფორმებული იყო და როგორც დარაჯი და მათ ხელფას უხდიდა სახელმწიფო. ეს კარგი საქმე გაკეთდა, ესე იგი და აი როგორც ვთქვი, უკვე 78 წლიდან აღდგა მონასტრული ცხოვრება. აი ასეთია მოკლედ ბეთანიის ისტორია.